ქართული ფსიქოლოგები ძალიან ცუდ დღეში არიან. სოციქსელებში ძალიან ზარმაცობენ, როდესაც ვერც კი იაზრებენ რა მაგარ სფეროში არიან. ელოდებიან სანამ დეპრესიაში მყოფი ადამიანი თავად ჩაეწერება კონსულტაციაზე. ელოდებიან რომ ძველი კლიენტები ახლებს მოიყვანენ. რის გამოც ვერასდროს საზღვროვენ მიაღწევენ თუ არა დასახულ მიზანს. იმიტომ რომ დამოკიდებულები არიან სხვებზე და არა საკუთარ თავზე. აი რას ვიზამდი მე 2025 წელს ფსიქოლოგიის ბლოგი რომ დამეწყო. პირველი ვაჩვენებდი პოტენციურ კლიენტს თუ სესიაზე რა ელოდება კონკრეტულად, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აქვს ამის შიში. და მეორე, რა კრიტერიუმებით უნდა აირჩიო პროფესიონალი ფსიქოლოგი, იმიტომ რომ უმეტესობა არ ენდობა ფსიქოლოგებს. მოდი სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. ადამიანი არ ენდობა ფსიქოლოგს, ადამიანი გენდობა შენ, რომელიც ლაპარაკობს მისთვის გასაგებ ენაზე. თან წყნარად და მშვიდად. და იმ შემთხვევაში თუ ხარ ფსიქოლოგი, აქტიურობ სოციალურ ქსელებში, მაგრამ მაინც ვერ იზიდავ პოტენციურ მომხმარებლებს, იმის ბრალია რომ შენ ვერ გგრძნობენ. იმისთვის რომ კლიენტმა იგრძნოს, რომ შენ, კონკრეტულად შენ შეგიძლია მისი პრობლემის მოგვარება, უნდა გაუფანტო ეჭვები და ნეგატიური რწმუნებულებები. მაგალითად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დღემდე ითვლება თუ ფსიქოლოგთან დადიხარ, ესე იგი გიჟი ხარ. ხონქსმენია მსგავსი რამ. ხშირად აჩვენე აუდიტორიას, რომ შენ სეანსებზე დადის ჭკვიანი, წარმატებული, გაწონასწორებული ხალხი და მიახვედრე ისინი, რომ ფსიქოლოგთან სიარული არის წარმატების ერთ-ერთი ნაწილი. თუ ხარ შენ სფეროში ექსპერტი და გსურს გყავდეს მეტი კლიენტი სოციალური ქსელებიდან, ინდივიდუალური კონსულტაციისთვის დაწერე კომენტარებში სიტყვა დიაგნოსტიკა ან მოგწერე პირადში ან კომენტარები არ დაწერო, იმიტომ რომ მაინც არ გითხულობ.